აქ თქვენთან დღეს საარჩევნო აგიტაციო საუბარს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ თქვენ ჩემზე უკეთესად იცით რა ხდება ქვეყანაში, რა პროცესები მიდის, როგორ ვითარდება ქვეყანა, სად მივდივართ და კონკრეტულად თიანეთისთვის რა გეთქვით. ყველა კარგად იცით თუ საიდან დაიწყო თიანეთმა ვარდნა, რა რაოდენობის სხვილფეხი, მიწის დამუშავება, სასოფლო სამეურნეო ტექნიკა არსებობდა. ეს ხო ისე ჩვენ ადგილზე აქ შემოგვეცალა, შემოგვეყიდა, შემოგვეჭამა. თუ შეიძლება რომ ცოტაზედ მეტი ყურადღება გქონდეთ. დახმარება თუ არსებობს რამე. ძალიან გაჭირვებული რომ არ ვიყვე, მე ეგ სიტყვას არ ვიტყოდი. 38 წელი ვიმუშავე რაიკომში მცენარეთა დაცვის მთავარ აგრონომად. მიჭირს აი ეგ სიარული და მიჭირს ხმის ამოღება. ძალიან კარგია ყველაფერი კეთდება. მე ადამიანი ვარ და ვხედავ რაც არის. ყველას მადლობელი ვარ, მაგრამ აი ყურადღება მინდა, ვითხოვ რაღაცნაირად ყურადღებას. რა შეჭირდებათ ყურადღება რომ ვიცოდეთ. ეკონომიურად წამალდება და ძალიან მართალია 30 წელს ვიღებ დახმარებას და ერთი კაფსულა წამალი შეიძლება ერთი ამბო. მიწის ძალიან დამხმარე არ ამნახავ. მეუღლე კიბოთი მყავს დაავადებული მეოთხე სტატია აქ. არა და მე შაქარმა მიწია, შაქარიცა მაქვს. მე ისა მე არ შემიძლია ლაპარაკი არ შემიძლია. ლაპარაკი თქვენ ქალბატონო თქვენ დახმარებას გაგიწევთ. კი 2 წლის წინ კი მაგრამ მიჭირს ძალიან გაჭირვებული ვარ და მაგიტო ყოველთვის დაზღვევას მიიღეთ ალბათ რომელიც ამალის უფასო იქნება და ვიცი აბა მე კი აღარ ვიცი მადლობა უთხრათ ჩვენ მთავრობას სააკაშვილის თამადობით და თქვენი ჩვენ ძირფას გუბერნატორი ბრძანდებით მე მგონი დიდი მადლობა თვითონ ძალიან კაი მდგომარეობა არის მილიციის უпротив საუკეთესო ყავრო აღარ თავარიები ხდება არაფერი არ ხდება გამგებელი ყავ კიდე არ ვიცი აი უძვირფასესი მოაკლეთ იმის ხელმძღვანელობით არის მე მას არ შევაქებ იმიტომ რომ ის სიძი არის ეს კი არ აქვს რა მინდეი მეთმა დამიფაროს იქ ვიცხოვრო და თიანეთ არაფერი რა გავჩუნდე ცის მარადე რა გავჩუნდე მე გავჩუნდე პარლამენტამდე მაქვს მიტანილი საქმე ხო და ამან კიდე გამომიგდანა რომ არანაირი ის არ არის შემოსავალი ჩემზე და არანაირი დახმარება თუ ყველები აქად გეხართ ეგრე არ არის დამსახური გთხოვე ხმა რა მოიღე არა და გაჩუმდი დამსახური გთხოვე ვაფშე ხმა რა მოიღე დახმარება გთხოვე საერთოდ არა გაქვს ვინა გთხოვე ვაფშე არა გაქვს წავედი პარლამენტიდან და ისეთი პასუხი გამომიგდავნა იქიდან რომ საერთოდ თანხა არა გაქვს რა გაჩხუბე ჩემი გაჭირვება მალაპარაკებ და ისა იქ ჩა გადმოვედი და დაიმალე კიდე ვითომ არ იყავი სად გადახვიდე სად გავიქი არცადაც არ გავიქი მე სიმართლეს დაბარავ